ხერხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. ეს არის ახალი სამზე სოფო ჩაკვეტაძესთან ერთად გამარჯობათ. თითქმის 4 საათს დარძილდა პრემიერის შეხვედრა რეგიონულ მედიასთან. ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილი სადამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში შეხვდა. პრესკონფერენციაზე რეგიონული მედიის 60 წარმომადგენელი იყო რეგისტრირებული. მათ პრემიერს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე დაუსვეს შეკითხვები. თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დაწყების წინ განცხადება გააკეთა. პრემიერი აღნიშნავს, რომ არჩევნების პროცესში რეგიონულმა მედიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ცენტრალური მედიის ჟურნალისტები არ დაუშვეს. ისინი პროცესს გარედან აკვირდებოდნენ, მათ შორისაა ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძე. ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება, გვანცა ისმეთ. პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების კითხვებს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად უპასუხა შეკითხვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით 2004 წელს მიღებული ცვლილებები უპრეცედენტო იყო და იმ შემთხვევაში თუ კი ნაციონალური მოძრაობა არ ცნობს პარლამენტის უფლებებს, ეს საბოლოოდ მათ სახეს დაკარგავს. ასევე შეკითხვა იყო დასმული ივანიშვილისა და კონსტანტინე კუბლაშვილის შეხვედრის შესახებაც. არის თუ არა ეს კოაბიტაცია, როდესაც ივანიშვილი კუბლაშვილის ბიოგრაფიის შესახებ ამახვილებს ყურადღებას. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კონსტანტინე კუბლაშვილი გარკვეული მიზეზების გამო სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლას ვერ ახერხებდა და სისტემიდან გამოსვლასაც ვერ ახერხებდა. უპრეცედენტო ნორმა, რაც ნაციონალური მოძრაობამ შემოიღო მოსვლიდან და სარგებლობდა ამით სააკაშვილის 9 წლის განმავლობაში, გავაცანით ყველას და საქართველოში რაც შეიძლება და მაღლა ავწიეთ და ეხლა რჩება ერთი კვირა, როდესაც ეს პარლამენტში შევა კენჭისყრაზე და თამაში მთლიანად გადავიდა ნაციონალური მოძრაობის ველზე. მთელი საქართველოს სიცილით მოკვდება, რომ წარმოვიდგინოთ ეხლა რომ ეს თემა აწეულია, ჩააგდეს ჯერ კანონი უნდა ჩავარდეს ჯერ ამან შეკრას მუშტად. თქვენ როგორ იმოქმედებთ? შეკრას ნაციონალური მოძრაობა ერთ მუშტად სააკაშვილმა და საკონსტიტუციო ცვლილება არ გავიდეს, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია და ეს გარწმუნებთ რომ სანამ სააკაშვილი ამით სარგებლობას დაიწყებს, მას უკვე გარიცხავენ ევროპული პარტიიდან. ეს თემა აიწევს მაქსიმალურად მაღლა ევროპაშიც და ამერიკაშიც და მას საერთოდ დაეკარგება იმიჯი. ცოტა მერიდება, მე ვიცი რომ კუბლაშვილს ჰქონდა თქვათ რაღაც სერიოზული დაავადება. ძალიან მერიდება. ეხლა რაღაც ჭორების დონეზე ჩავედი, მაგრამ გულისხმობდი მე იმას რომ მას დაეხმარა პირადად სააკაშვილი და ეს ძალიან ვალდებულების გზნობით იყო. მე არ გამიგია კუბლაშვილზე, როდესაც ამას ვამბობ, რომ ის არის დიდი მექრთამე, რომ ეს არის ძალიან მდიდარი ადამიანი. ის უბრალოდ ვერ ახერხებდა უარი ეთქვა ერთი ადამიანისთვის და იმ სისტემისთვის, რომელიც მოხერხდა და ჩამოყალიბდა საქართველოში. კითხვები დაისვა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით. ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას თქმით, ბესელია საუბრობს იმაზე, რომ ფოთი მას ჩააბარეს. ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა ამის დამადასტურებელი საბუთები და განაცხადა, რომ თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ბესელია პარტიიდან გაირიცხება. თქვენ თუ ამის ფაქტები გაქვთ, რომ ბესელია ამბობს, რომ მას ჩააბარეს ფოთი, საკმარისი იქნება გარწმუნებთ, რომ ის პარტიიდან გაირიცხება ჩვენი გუნდიდან. თუ თქვენ გაქვთ ფაქტი მაჩვენოთ, რომ ბესელია აცხადებს, რომ მას ივანიშვილმა ჩააბარა ფოთი, თუ თქვენ ეს გაქვთ, გარწმუნებთ, რომ ის გუნდიდან გაირიცხება მხოლოდ ამ ფრაზით. ეს არის ამაზზენი, რომ მე თავისუფლება მივცე ჯერ რომ ეს უთხრა ბესელიას და მე ბესელია ამას ამბობს. ნუ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის და აბსოლუტურად მეუღებელია. ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლა რეგიონებში განსახორციელებელი და განხორციელებული პროექტების შესახებ საუბრით დაიწყო. მისი განცხადებით რეგიონებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების ფონდი უკვე გამჭვირვალე გახდა. მისივე თქმით, სოფლის მხარდასაჭერი პროგრამისთვის დამატებითი თანხები გამოიყო. ფაქტობრივად დასრულებულია სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება, ასევე რაც შეეხება შეღავათიან აგროკრედიტებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სრული შემთხვევაში მას ყველა მიიღებს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სამუშაო ჩაუტარდა სარწყავ-არხებსაც. მისივე განცხადებით თითქმის ყველა რაიონში უკვე გახსნილია ფერმერებისთვის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები. რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონალური თვითმმართველობა. გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისაგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები, ხოლო მათი მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. გარდა ამისა, 3500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთვებიან. გამჭვირვალე გახდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადების პროცედურები, რაც ადრე აბსოლუტურად არ განიხილებოდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე დამატებით 50 მილიონია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება ხიდის აღდგენას, სოფლის გზების შეკეთებას,
არქივის რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრის სამუშაოებს, სანიაღურო გამწმენდი და ესე შემდგომ. პრესკონფერენციის დამიწურულს ასევე კითხვა იყო დასმული პუტინისა და ანქვაბის შეხვედრის შესახებ. ჟურნალისტმა იკითხა, კიდევ უნდა გამოვიყენოთ თუ არა ტერმინები ოკუპირებული და სეპარატისტული. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება სასარგებლო არც რუსეთისთვის არის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ეტაპობრივად დემოკრატიული გზებით უნდა დაალაგდეს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე ისაუბრა მეცხრე არხთან დაკავშირებით. მისი განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება ფაქტი, რომ ტელეკომპანია გაიყიდა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მეცხრე არხი იქამდე განაგრძობს ფუნქციონირებას, სანამ საზოგადოების ინტერესი იქნება. დიდი მადლობა, ეს იყო გვანცა პაპავაძე. დღესო პრემიერმა ნატოში შესვლაზეც გააკეთა განმარტება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო უახლოეს პერიოდში გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ამერიკა იყო და რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად. ივანიშვილის თქმით, შეერთებულ შტატებში ვიზიტი მისი სურვილით გადაიდო, რადგან არ სურდა თავის მართლების პოზიციაში ყოფნა მაშინ, როცა საქართველოდან ნაციონალური მოძრაობის ლობისტების საშუალებით სრულ ინფორმაცია მიდიოდა სენატსა და ადმინისტრაციაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ვითარების გამოსწორებაში დიდი წვლილი ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა შეიტანა. ამერიკასთან ურთიერთობის პარალელურად პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვან მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობების ნელ-ნელა დაალაგებას. პირველ შეკითხვას რაც შეეხება სახელმწიფოსი მე არ მქონდა სურვილი, რომ მარეულ სიტუაციაში უამრავი შეკითხვების ფონზე მე ჩავსულიყავ იქ თავის მართლებით. მე მინდა ჩავიდე იქ გამართული წელში და ვაჩვენო, რომ ჩვენ მოვიყვანეთ ძალიან კარგი გუნდი, ძალიან კარგი ხელწერა გვაქვს და ჩვენ ვიქნებით ძალიან საიმედო პარტნიორი ამერიკელებისათვის. და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამერიკას გაუღრმავდეს ინტერესი საქართველოსთან, ჩვენ ქვეყანასთან დამოკიდებულებაში. ამავდროულად რუსეთთან დავალაგებთ, ამავდროულად ნატოშიც შევალთ და ამავდროულად ევროკავშირის წევრიც გავხდებით, რამდენიც არ უნდა იძახონ და უყურონ სკეპტიკურად ჩვენმა ოპონენტებმა. ექსპერტი დია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხი არ არის პოლიტიკური ბრძოლის თემა, როგორც ხუხაშვილი ამბობს. ეს იქნება საერთო გამარჯვება და ქვეყანაში თეორიული დიქტატურის რისკი აღარ იქნება. ნაციონალური მოძრაობა ცვლილებების მხარდაჭერით მხოლოდ მოიგებს და ეს ნაბიჯი იქნება გარკვეული ბოდიშის მოხდა იმ 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებზე. ხუხაშვილის განცხადებით, ცვლილების მიღებით ჩვენი დემოკრატია ევროპულ დემოკრატიასთან შესაბამისობაში მოვა. ექსპერტი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრის განცხადებას პარლამენტარების არაკვალიფიციური bastan დაკავშირებით. მე არ ვთვლი, რომ თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული, ვინმე იქნება მოგებული, ან ვინმე რომელიმე პოლიტიკური ძალა მოიგებს და მეორე წააგებს. ეს საერთო გამარჯვება იქნება, მე ვფიქრობ, რითაც დასრულდება თეორიული დიქტატურის რისკი საქართველოში და საქართველოს კონსტიტუცია მოექცევა იმ ზოგადი დემოკრატიული პრინციპების არეალში, რაც ძვირფასია ყველა ჩვენთაგანისთვის. რეალურად პოლიტიკური კულტურა ჩვენ ვერ შევიძინეთ ისეთი, რომ პარლამენტი პროფესიული ნიშნით იყოს დაკომპლექტებული და ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და ბიძინა ივანიშვილი სხვა ხელისუფლებისგან განსხვავებით რითია უნიკალური და რითია განსხვავებული, რომ ეს ადამიანი გულწრფელად ამბობს საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც რეალურად არის, ხო? ევროპის სახალხო პარტიისადმი მიწერილი ღია წერილი ევროპულ მედიაში დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ რეგიონულ მედიას დღეს პრემიერმა მიაწოდა ინფორმაცია. ვარდების რევოლუციის შემდეგ გამარჯვებულმა ძალამ ნაციონალურმა მოძრაობამ სრულად მოირგო კონსტიტუცია და მოშალა ხელისუფლების შტოთა ბალანსი. იმდენად გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ ფორმალობად იქცა პარლამენტიც და სასამართლოც. პრეზიდენტმა კონსტიტუციური დიქტატორის როლი მოირგო. მას აქვს უფლება ერთპიროვნულად და უვადოდ პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს მთავრობა. ერთ ადამიანზე კონსტიტუციის ასემორდება ქვეყანას მოუტანა ავტორიტარიზმი. ნორმალურად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ იდეის ავტორი და დამცველი პოლიტიკური გაერთიანება თქვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია. ამ შეკითხვით პრემიერი ევროპის სახალხო პარტიას მიმართავს. პრემიერი წერილში ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მართლმსაჯულებაზე, მედიაზე, არჩევნებზე, ქვეყანაში ძალადობაზე, ადამიანის უფლებებზე. ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მთავრობა მრავალი გამოწვევის წინაშე დღეს მემკვიდრეობა კი სახარბიელო არ მიუღიათ. წერილში ბოლოს აღნიშნულია, რომ მთავრობამ ყველა ეტაპზე გამოხატა სრული გახსნილობა და მზაობა გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციები. ქართველი ხალხის მოთხოვნა და სურვილია ნამდვილი ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებით ცხოვრება და განწირულია ყველა ხელისუფლება, ვინც ამ გზიდან გადახვევას მოინდომებს. ეს არის წერილი, რომელიც ევროპის სახალხო პარტიას პრემიერ-მინისტრმა გაუგზავნა.
ახლა კი დღის სხვა სიახლეები. სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარე ლევან ახლოდიანი ყობა დავითაშვილის მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც სათამაშო ბიზნესის გაუქმებას ეხება. მისი თქმით, რეკლამირების გაუქმება უარყოფით შედეგებს მოიტანს და პირველ რიგში მედია სივრცე დაზარალდება, ვინაიდან სათამაშო ბიზნესის რეკლამებიდან შემოსული თანხები ძალიან მნიშვნელოვანია მედიისთვის, რაც შეეხება სათამაშო ბიზნესის გაუქმებას. ამ შემთხვევაში საქმე გვექნება არარეალურ ბიზნესთან, რომელიც იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს. სათამაშო ბიზნეს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ეხმაურება. ყველამ კარგად იცით, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამიდან შემოსული თანხები საკმაოდ სოლიდურია მედია საშუალებებისთვის. დავეთანხმებოდით ვთქვათ საჯარო რეკლამის აკრძალვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებთან, ესე ვთქვათ, ბატონ კობას მიერ ინიციირებული კანონპროექტი არის ბატონ კობას სუბიექტური აზრი და პარლამენტში ეს კიდევ არის გასაშლელი ეს თემა, ჩვენ ვითხოვთ აქ ჩართულობას. კაზინოებს აქვს ძალიან ბევრი სიმახინჯე და ძალიან ბევრი პრობლემებს ქმნიან და ძალიან ბევრ ადგილზე ის არ უნდა არსებობდეს და შეიძლება ზოგიერთ ქალაქში არ უნდა არსებობდეს. ყველაფერი ეს განხილვადია. ძალიან მკვეთრად ნუ მიუდგებით. არ ემუქრება კაზინოებს დახურვა, ეს არ განიხილება, თუმცა ჩემი დამოკიდებულება, ჩემს განცხადებებშიც მინიშნებები ამაზე მქონდა. ამას უნდა კარგი განხილვა და ინვესტორებს და ბიზნესმენებს უნდა ანგარიშის გაწევა. ჩვენ შეიძლება აი სპეციალური ადგილები ვნახოთ. ამერიკის კონგრესის გაზეთი The Hill აქვეყნებს ჯულიან პეტეს სტატიას, სათაურით საქართველოს ხელისუფლება ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს დაეხმაროს საკონსტიტუციო კრიზისთან გამკლავებაში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიზანია დაარწმუნოს ამერიკელი მაღალჩინოსნები და კონგრესმენები დაეხმარონ საქართველოს კონსტიტუციური კრიზისის დაძლევაში. დამატ შესაძლოა პრობლემების შექმნა საპრეზიდენტო არჩევნებისას შეერთებული შტატების მოკავშირე რუსეთის მეზობელ ქვეყანაში. საქართველოს ახალი ხელისუფლება მოუწოდებს შეერთებულ შტატებს საქართველოს მთავარ სამხედრო და ეკონომიკურ დონორს განუცხადოს სააკაშვილს, რომ მხარი უნდა დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის შემდეგაც ის ვერ შეძლებს მთავრობის დათხოვნას. ეს არის სტატია, რომელიც ამერიკის კონგრესის გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნდა. საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან რესტორან მანდარიში არაფორმალურ შეხვედრას მართავს, როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ის როგორც ევროკავშირის ელჩებს, ასევე საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს ძალიან ხშირად ხვდება, თუმცა დღევანდელი არაფორმალური შეხვედრა პირველია. ისეთ თქმით, მონაცვლეობით ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები ელჩებთან ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ ყველაფერი რაც არის სათქმელი მიიტანონ ელჩების ყურამდე. როგორც იცით, მარტში ვამთავრებთ ჩვენ მუშაობას ასოცირების ხელშეკრულების ტექსტზე, რომელიც შეიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონასაც და აი სწორედ ამ პრობლემატიკის შესახებ და ამ ტექსტის დამთავრების და მომავალი ნაბიჯების შესახებ მინდა ვესაუბრო ევროკავშირის ელჩებს. რატო ავირჩიეთ არაფორმალური შეხვედრა? მე მგონი მონაცვლეობით ფორმალური და არაფორმალური ძალიან კარგი გზაა იმისათვის, რომ ყველაფერი რაც გვაქვს სათქმელი მივიტანოთ ელჩების ყურამდე. სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა თბილისი მარიოჩირით მესამე შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გახსნა და მას სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჯერად შეხვედრა სამოქალაქო სამართლის საკითხების განხილვას მიეძღვნა. თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობის მიზანი სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფის უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფაა. კერძო არბიტრაჟების გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული ჩვენი შეხვედრა. აქ მონაწილეობენ როგორც მოსამართლეები, ბუნებრივია, ასევე ყველა შესაბამისი კომპეტენტური უწყების წარმომადგენლები. ჩვენ ყველა მოვიწვიეთ, პირველ რიგში ადვოკატები არიან ძალიან დაინტერესებული და ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლები, ისინი აქ იქნებიან, იმიტომ რომ მათ ყველას თავიანთი არბიტრაჟები აქვს და შემდეგ მათი გადაწყვეტილებების სასამართლო იხილავს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მოსამართლე ყობა გოცირიძე სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს ხატიაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნული მოსამართლის მიერ 2013 წლის 15 იანვარს მოსარჩელე გიორგიონიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც როგორც თავად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, მოსამართლე ხატია არდაზიშვილის მიერ 2013 წლის 3 იანვარს მოსარჩელი ალექსანდრე მგელაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილების იდენტურია. აღნიშნული საქმეები ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ იმყოფილმა პროკურორებმა შეიტანა
შეიტანეს, რომლებსაც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ უარი უთხრა ასოციაციაში დაწევრიანებაზე. ადვოკატთა ასოციაციამ ორი სხვადასხვა მოსამართლის მხრიდან გამოტანილი იდენტური გადაწყვეტილებები ორ სხვადასხვა საქმეზე ჟურნალისტებსაც წარუდგინა. ასოციაციამ მთავარ პროკურორს და იუსტიციის საბჭოს ამ ფაქტის შესწავლას თხოვს. კონსტანტინე კუბლაშვილის მოსამართლეები კოპი-პეისტით ახდევდნენ გადაწყვეტილების გამოტანას. ეს მათ არ მოიშალეს ადვოკატთა ასოციაციასთან მიმართებაში. მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილება და ხატი არდაძიშვილის გადაწყვეტილება არის იდენტური. სიტყვა სიტყვით ერთმანეთს ემთხვევა, ანუ მოკობა გოცირიძემ მოახდინა ამ გადაწყვეტილების გადაწერა, შეცვალა მხოლოდ სახელი და გვარი. მე მინდა გითხრათ, რომ გრამატიკული შეცდომებს თუ დააკვირდებით, ყველა გრამატიკული შეცდომა ემთხვევა ერთმანეთს. პარტია თავისუფალი საქართველოს კოალიცია ქართულ ოცნებას მიმართა სწრახა კუკავას პარტია მართლძალას მოუწოდებს მხარი დაუჭიროს შუალედურ არჩევნებში თავისუფალი საქართველოს კანდიდატებს. პარტია შეახსენებს არჩევნებში გამარჯვებულ ქართულ ოცნებას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ 50-ზე მეტ საარჩევნო ოლქში საჯაროდ დაუჭირეს მხარი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს. ჩვენ გვინდა მოუწოდოთ კოალიცია ქართულ ოცნებას ამ ოლქებში მხარი დაუჭიროს თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარ კანდიდატებს. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე მიუხედავად იმისა, რომ ამან ძალიან დააზარალა ჩვენი პარტია და ჩვენ დავჭირეთ პარლამენტის მიღმა, ჩვენ მხარი დაუჭირეთ 50-ზე მეტ საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებს. დღეს ქვეყანა ასევე დგას დიდი გამოწვევის წინაშე. ამ გამოწვევას ეწოდება ის, რომ პარლამენტში ახალი უმრავლესობის გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს ახალი კონსტრუქციული და ჯანსაღი ოპოზიცია. ჩვენ ძალიან ხშირად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას და ეს შეიძლება მათ არც მოწონთ საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო, თუმცა იმავდროულად ჩვენ მზად ვიქნებით, რა თქმა უნდა, დაუჭიროთ მხარი როგორც ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს, ასევე ყველა იმ მცდელობას, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ნაციონალური საფრთხისაგან და სააკაშვილისაგან გათავისუფლების პროცესთან. საქართველოს უკრაინა უსაფრთხოების ბარომეტრის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ევროპის სახლში პრესკონფერენცია გაიმართა. ქართულმა და უკრაინელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს კვლევების შედეგები, რომელიც საქართველოსა და უკრაინის როგორც საშინაო, ისე საგარეო საფრთხეებს მოიცავს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც რეგიონში არსებულ სამხედრო პოლიტიკურ საფრთხეებს, ასევე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ ვითარებას და საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებს, ასევე განხილულია უკრაინის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები და საგარეო პოლიტიკის სხვა აქტუალური პრობლემები. ბევრი რამ არის საერთო, თუ შევადარებთ პრობლემებს საქართველოსსა და უკრაინაში რაც არსებობს, მათ შორის ბევრი მსგავსება არის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში. უკრაინას არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის საგარეო პოლიტიკაში და სერიოზული წნეხი აქვს რუსეთის ფედერაციისაგან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან გამოიკვეთა დადებითი დინამიკა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარემო ცოტა არა ძალიან საგრძნობლად, მაგრამ ცოტა გაუმჯობესდა. ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინაშე დგას, ერთმანეთისგან განსხვავდება. საქართველოს წინაშე სამხედრო პოლიტიკური ხასიათის საფრთხეები არსებობს. თუმცა უკრაინისგან განსხვავებით საქართველოს ეკონომიკურ გამოწვევებს თავი კარგად გაართვა. ჩვენთვის უფრო პრობლემური ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. ამჟამად უკრაინის ენერგეტიკა თითქმის სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის რახა კოჯორიძის განცხადებით საიამ სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის გათავისუფლების შესახებ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. მისი თქმით, ბორდს მხოლოდ 9 წევრით არ შეეძლო გენერალური დირექტორისთვის უნდობლობა გამოეცხადებინა. ამიტომ გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე უნდა დაბრუნდეს. რახა კოჯორიძის განცხადებით სასამართლომ გადაწყვეტილება 3 დღის ვადაში უნდა მიიღოს. სასამართლომ თუ თქვა, რომ კანონი უნდა აღდგეს, უბრალოდ კანონი უნდა აღდგეს თანამდებობაზე ბატონი გიორგი ბარათაშვილი, ამას ვერ დაუდგება ვერაფერი წინ. თუ კანონში ჩაიწერა, ხო კანონი პარლამენტი როცა ამ კანონს მიიღებს, იმ მომენტისთვის ალბათ პარლამენტისთვის მომილი იქნება მიახლოებით სიტუაცია. პარლამენტმა შეიძლება გაითვალისწინოს ეს მომენტი და შესაბამისი ნორმატიული აქტის გარდამავალდებულებაში ჩაწეროს, რომ აი ამ ეტაპზე ბორდმა ამ წესით უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი.
Ვიცი რომ მთავრობას არცეების ძალიან ეშინი ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ბათუმში თანაგუნდელებთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. მერაბიშვილის თქმით ხელისუფლებას მოუწევს შეგუება რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყანაა. ქვეყანაში იარსებებს ოპოზიცია და მას მოუწევს დემოკრატიული საზოგადოებაში ცხოვრება, რაც მალე შეეგუება ივანიშვილი ამას მით უფრო უკეთესია მისთვის და ქვეყნისთვის აღნიშნა მერაბიშვილმა. ანუ მერაბიშვილი დღესვე სამტრედიასა და ბაღდადში შეხვდება თანაპარტიელებს. ივანიშვილი მით უკეთესი მისთვის მე ვიცი რომ მთავრობას ძალიან ეშინია აქციების მას მოუწევს შეგუება რომ საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა საქართველოში იარსებებს ოპოზიცია და მას მოუწევს დემოკრატიული საზოგადოებაში ცხოვრება ჯობია რაც მალე შეეგუება ივანიშვილი მით უკეთესი მისთვის და ქვეყნისთვის. მთავარი პროკურატურა რკინიგზის საქმეს იძიებს საქართველოს რკინიგზაში 3 წლის წინ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ერთი ეპიზოდი შესაძლოა წინა ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. საქმე ეხება 2010 წლის 20 ივლისს 474,000 ერთეულის შპალის შესყიდვაზე ჩატარებულ 72,800,000 ლარის ღირებულების ტენდერს, რომელიც სახელმწიფო საწარმომ რკინა-ბეტონის შპალის ქარხანა მოიგო. ირკვევა რომ კონკურსის შედეგად კორუფციული გარიგების სქემით შპალის საცალო ფასი რკინიგზამ საბაზრო ღირებულებაზე 18 ლარით მეტი გადაიხადა. ტენდერიდან 2 კვირაში კი შპალების სახელმწიფო საწარმო ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩორჩელის ძმის კომპანიის მირსორის საკუთრება გახდა, რასაც თან დაერთო პრივატიზებული ქარხნისთვის რკინიგზის მიმართ არსებული 6,300,000 ლარიანი დავალიანების ჩამოწერა. სამართალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პროკურორ გუნცაძე განმარტავს, რომ მხოლოდ ამ ოპერაციით რკინიგზას 15 მილიონიანი ზარალი მიადგა. საქმეს უკვე სწავლობს მთავარი პროკურატურა. აშკარაა და ნათელია, რომ სახეზეა ფინანსური სქემა ეკონომიკის სამინისტროს რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელობის და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით, რომლის შედეგად საქართველოს რკინიგზას მიადგა ზარალი დაახლოებით 15 მილიონი ლარის ოდენობის. ეს მასალები არის პროკურატურაში, ჩემი ინფორმაციით ეს გადაუწევდა ეკონომიკის სამინისტრო. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გარიგების უკან დგანან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, კონკრეტული პირები, მე იცით რომ არ მიჭირს გვარების დასახელება, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმდენად რამდენად და საქმე ძიებაშია, დამატებითი გვარების დასახელებისგან ამ ეტაპზე მე თავ შევიკავებ. სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენამდე პერმანენტულ აქციებს გამართავენ. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ირაკლი კირნაველიძის თქმით, განათლების მინისტრსა და სტუდენტებს შორის გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება არ შედგა. როგორც სტუდენტები აცხადებენ, მარგველაშვილმა მათ კითხვებზე პასუხი ვერ დასცა. სტუდენტები ამბობენ, რომ მათი იურისტებთან ერთად შეაგროვეს დოკუმენტები, რომლითაც ისინი ავტორიზაციის გაუქმების 7 არგუმენტს აბათილებენ. ისინი ამ დოკუმენტებს განათლების სამინისტროს სამდივნოში დღის ბოლომდე შეიტანენ. სტუდენტები აქციის გამართვას ხვალ 14 საათზე განათლების სამინისტროს წინ გეკმავენ. მან რაღაც პოლიტიკური მიზნების გამო ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეხლა მიხვდა რომ ეს ასე არ უნდა გაეკეთებინა. ბენდუკიძესთან ბრძოლას გადააყოლა 2000 სტუდენტი. უბრალოდ კანონი საქართველოში არის ისეთი მკაცრი, რომ ამ შემთხვევაში მას არ აძლევს ლავირების კარგ საშუალებებს. ამიტომ ის ცდილობს, რომ რაღაცები მოიფიქროს, რომ აი კანონში კი ესე წერია, მაგრამ ჩვენ კიდე რაღაცას ვიზავთ. მე არ მესმის, კანონშიაც წერია, მე მგონი რომ განათლების მინისტრმა ის უნდა გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია, რომ მას ეს კანონი წაკითხული არ აქვს. ისე როგორც ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ამ საქმესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, გუშინ მე თავად ვკითხე, მას აქვს თუ არა წაკითხული ის დასკვნა, რომელთაც წაართვეს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია და მან თქვა, ეს დასკვნა წაკითხული არ აქვს მისი სიდიდის გამო. დასკვნა არის 85 გვერდიანი. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას ზუგდიდი შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი უცხადებს სტუდენტურმა თვითმმართველობამ დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვით ისინი განათლების სამინისტროს სტუდენტების ინტერესების დაკმაყოფილებას და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებას თხოვენ. სოლიდარობის აქცია სტუდენტები ბათუმშიც გამართავენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვედით მხარდაჭერისთვის და აგრარულ უნივერსიტეტს უცხადებთ ასე ვთქვათ მხარდაჭერას და ჩვენი მოთხოვნა არის ის რომ მოხდეს ამ უნივერსიტეტის აღდგენა. სოლიდარობას უცხადებთ ამ სტუდენტებს და ვიმედოვნებთ რომ გჯერა რომ სამინისტროს მხრიდან ეს საკითხი მაქსიმალურად ობიექტურად იქნება მოგვარებული სტუდენტების უფლების მაქსიმალური დაცვით.
სკოლების ხელმისაწვდომობა ლენტეხისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტში განათლების სამინისტროს პროექტი ამოქმედდა საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა აღარ მოუწევთ მათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურებათ. რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე შერჩეული იქნა მაღალი გამავლობის ავტომობილი, რაც ზამთარში ბავშვების უსაფრთხოდ გადაყვანას უზრუნველყოფს. ლენტეხის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ქარდავას განმარტებით პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა და ამ დროისთვის ყველა სოფელს მოიცავს. სკოლებში მოსიარულე მოსწავლეებს ხშირად უწევდათ განსაკუთრებით კი ცუდი ამინდის პირობებში სკოლის გასწრება და უკეთეს შემთხვევაში გაგუძლებზე დაგვიანებით მოსვლა. და დღეს მდგომარეობით უკვე ეს პრობლემა ამ სკოლების მოსწავლეებს უკვე გადაჭრილი აქვს. ყველა ის საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეებს უწევთ შორი მანძილიდან სიარული, ყველა ჩერდება ამ პროექტში. 6 კილომეტრია სკოლამდე ბავშვებმა რომ გაიარონ და ძალიან უჭირდათ სიარულს. უამინდობაში მით უმეტეს და აი ზამთარში კიდე რადგან გვიან თენდება, ამიტომ ადრე უწევდათ ბავშვებს, თითქმის აი თენდებოდა იმ დროზე უწევდათ სახლიდან გასა. ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ტრანსპორტირებით, დილით მიყავთ ბავშვები საღამოს მოხდა. საქართველოს კაბებში გამოწყობილი 50-მდე ჟურნალისტი და მოდელი რუსთაველის გამზირზე. დღევანდელი ღონისძიებით მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დაფუძნებას. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს და იზრუნოს მრავალშვილიან ოჯახებზე. ეს ფონდისთვის გამართული პირველი ღონისძიება და მასში მარიგოლდი და სამოდელო სტუდია ნატალია არის ჩართული. თიტა წერეთელი გვერდობა ახლა რუსთაველის გამზირიდან პირდაპირ ეთერში. თიტა. მოგესალმებით, სახალხო აქცია ბედნიერი საქართველოს რუსთაველის გამზირზე ეს წუთია დაასრულდა. ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სამანქანო გზის შუა ხაზზე 50-მდე მოდელმა თუ ჟურნალისტმა გაიარა, რომელიც საქორწინო კაბაში იყო გამოწყობილი და მე მინდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავერთე ამ აქციაში. ძალიან დიდი დადებითი ემოციები შეიტანა თითოეულმა საქორწინო კაბაში გამოწყობილმა გოგონამ მოქალაქეებში. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სოციალური აქცია და პირველი ღონისძიება, რომელიც საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდს მიეძღვნა. იდეა მოგვეწოდა ბატონმა გია ჯაჯანიძემ, რომ ბედნიერი საქართველო დავარქვათო, გავიდეთ ხალხშიო და თან ამით მხარდაჭერა გამოვუცხადეთ საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდს. დაარსდა 3 მარტს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვართ კატასტროფის წინაშეა ქართველი ერი, უნდა გავმრავლდეთ, შობადობა ძალიან ნაკლებია და ამიტომ დღეს მინდა რომ სრულიად საქართველოს წარუდნენ ეს გოგონები, მოვუწოდოთ სრულიად საქართველოს, რომ აუცილებლად გააჩინონ 3 და 3 შვილზე მეტი. მინდა მივულოთ ქალბატონ თამარ ნადირაძეს და კომპანია მარიგოლდს 5 წლის იუბილე. ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა, მზიანი, თეთრი. ყველა ქალბატონს ძალიან უხარია ზედმეტად ამ კაბის ჩაცმა. დემოგრაფიული აღორძინების ფონდი დაფუძნდა 3 მარტს დედის დღეს. მარიგოლდი არის პირველი ორგანიზაცია, რომელიც ესეთი ღია და ძალიან ლამაზი აქციით გამოიხმაურა ჩვენს ფონდს. დღევანდელი ღონისძიებით საქართველოს მოსახლეობას აცნობებენ, რომ შეიქმნა დემოგრაფიული განვითარების ფონდი, რომლის მიზანიც არის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და შობადობის გამრავლება საქართველოში და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ფონდის ორგანიზებით უახლოეს მომავალში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და ორიგინალური ღონისძიება იგეგმება. დიდი მადლობა თიტა და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გიხდება ეს რავი, ეს იყო თიტა წერეთელი რუსთაველის გამზირიდან გამოშვება სპორტის ახალი ამბები დაასრულებს. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალური შეხვედრებიდან მოულოდნელი შედეგი ივან წმინდა სტადიონზე დაფიქსირდა, სადაც ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფში მყოფი გუნდების საჩხერის ჩიხურას და გორის დილას მატჩი გაიმართა. გოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ საჩხერილებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. ჩიხურას მე-19 ნომერმა ვაჟა ლომაშულა 52 წუთზე ანგარიში გახსნა. 5 წუთის შემდეგ მანვე დუბლი გაიფორმა, ხოლო 65 წუთზე დილას კარში მესამე გოლი დავით ბოლქვაძემ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-0 იმერული კლუბის სასარგებლო დააფიქსირა. Как можно выйти 0-3? Как можно синить? როგორ უნდა შევაფასო 0-3? არანაირად. არის მეორე ვარიანტიც, როცა ასეთი ამინდია და მოედანი საშინელ მდგომარეობაშია, ალბათ შესაძლებელი იყო მატჩის ჩატარების ადგილის გაცვლა.
ასეთ გაზონზე თამაში მოთამაშეებისთვის უბრალოდ სიკვდილის ტოლფასია. იქნა გამომდინარე თუ მოწინააღმდეგემ თქვა რა შემადგენლობა დააყენა, მე ვფიქრობ რომ კარგი შედეგი იყო 3-0 ჩვენთვის. ლანჩხუთის გურიამ თბილისის დინამოს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და ტიტულოვან მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა. მატჩს 4000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო შეხვედრაში. საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერც ერთმა მხარემ ვერ შეძლო. მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია დინამოს მეკარესა და გურიას ნახევარმცველ ლაშა ჯანგიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა საბოლოოდ ინციდენტი ისევე როგორც მთლიანად მატჩი შვიდობიანად ანგარიშით 0-0 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა თბილისში 10 აპრილს გაიმართება. საკმაოდ ძლიერი გუნდი შეხვდა მთელი მატჩი, ვცდილობდით კონტროლი შეგვენარჩუნებინა. გურია ანგარიშს გასაწევი ძალა, რადგან ზესტაფონი დაამარცხა, თუმცა ეს ისეთი შედეგია, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ მომდევნო ეტაპზე დინამო გავა. ლოგიკური ფრეი იყო, მინდა ვთქვა, მე თბილისის დინამოს მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სრული შემადგენლობით იყვნენ და შეგვაფასენ როგორც მოწინააღმდეგე და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. ამ დროს ეს სულ ეს იყო ახალი ამბებით ეთერში 4-ზე დაბრუნდებით, დაგვალოდეთ.